შენ აქ ზიხარ და მშვიდად წყნარად რაღაცეებს იქიდან იმოძღორები და ამასობაში კიდე შენი ვერ დაგელაგებია ვის რა უნდა ელაპარაკო. მერე ამ დროს ნახეთ ყველაზე საინტერესო დაკვირვება რა არის, მოდის ფიქრი იმაზე, რომ მეგობრები რა სიტყვიან, მეგობრებთან ხო ავთენტური ხარ და ჩვეულებრივი ხარ და ხან რაღაცა გეწყინება, ხან რაღაც არ გეწყინება, შენ ამბებს უყვები იმას ამას და ეხლა ისინი იფიქრებენ, რომ ამას თავისი ვერ დაულაგებია და იქ ტელევიზორში ზის და რაღაცებს გველაპარაკება იქიდან. და ამ დროს ეს მეგობრების ხმა კი არ არის. პირველ რიგში საკუთარი ხმა არის, ანუ სოფო მელაპარაკება ზუსტად ვიცი და უგრძნობა მას. სოფო, რომელსაც უნდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, სოფო, რომელსაც უნდა რომ სიტყვას რო იტყვის ის სიტყვა იყოს. სოფო მელაპარაკება, რომელიც შეჩვეულია, რომ შეცდომა არ უნდა მოუვიდეს. და აქეთ ამხარეს ვარ ახალი სოფო, რომელიც ხვდება, რომ იდეალური არავინ არის, რომ იდეალური რომ არ იყო მოსულა და რომ ცხოვრება სწორხაზოვანი მუდმივად არ არის და ხან ძირს ჩავარდები, ხან ორმოა, ხან აღმართია და ალპებია, ხან ის არის, ხან ეს არის, ხან ქარბუქია, ხან მზეა და შენ ამას უნდა აეწყო. რაც ხმა გამოუშვა. შენ ამას უნდა აეწყო და შენ თუ ამას ვერ ეწყობი, კი არა და უბრალოდ შენ ამას ვერ აეწყობი თუ რაღაც შორეული ოცნება და მოლოდინი გაქვს საკუთარი თავის რო იდეალური იქნები. გასაგებია, მაგრამ გასაგები კი არის, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულა, რომ ბოლომდე მოვიშორო ეს იდეალურობის მოთხოვნილება და აი გამარჯობა, აქ ვარ ვიდეოს ვწერ თქვენთვის გელაპარაკებით თქვენ გულწრფელი ვარ მაქსიმალურად როგორი გულწრფელი შეიძლება იყოს ადამიანი მაგრამ შეიძლება რომ გავთიშავ კამერას თქვა რომ სოფო არაფერიც არაფერს შენ ისევ ისეთი ხარ და ისევ იდეალური გინდა რომ იყო და ისევ ყველას გინდა რომ მოწონდე